რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ნუკი შალამბერიძე, რომელიც ემზარკვიციანის დაარსებული ცენტრის დირექტორია და გაგვაკრიტიკა მაყურებლის შეცდომაში შეყვანისთვის. ქალბატონი ნუკის თქმით, ჩვენს გადაცემაში ცენტრის სახელს არასწორად გამოუთქვამთ. ეს არის არა შეყვარებულების დახმარების ფონდი და არც ემზარკვიციანის ცენტრი, არამედ ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. და ეს ცენტრი როგორც ჩანს, უბრალოდ თანამშრომლობს ემზარკვიციანთან შეყვარებულებთან ურთიერთობების საკითხებში ემიგრანტების მხრიდან. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მედია ბოდის ვიხდით ცენტრის სახელის არასწორი გავრცელებისთვის. ხოლო აი ამ ფრაზებში, რომლებსაც ახლა წაგიკითხავთ და რომლებიც ემზარკვიციანმა სხვადასხვა დროს წარმოთქვა, არანაირი ცვლილება არ შეგვიტანია. მაშასე რუბრიკა ემზარმა ეს სიტყვით ასე თქვა. დეპუტატი რომ გახდა, მაშინ კითხეს, როგორია დეპუტატობაო და ეს უპასუხა ემზარმა. პარლამენტის პირველმა სხდომამ, აი რა შეიძლება გაახსენდეს პარლამენტის პირველ სხდომას. ის დრო გამახსენა, ტყეში რომ წამიყვანეს პირველად. თავიდან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მერე ნელ-ნელა ავითვისე და ახლა ტყეში თავს კარგად ვგრძნობ. პარლამენტში ისე რომ ვიგრძნობ თავს როგორც ტყეში. მაშინ უკვე ყველაფერი კარგად იქნება. პარლამენტს თავისი ტექნიკა აქვს და მის გამოყენებას სწავლა სჭირდება. კი აგვიხსნეს რაღაცები. მძიმე. მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა. ამოცა დამთავრება აქვს მაგარი. ცოტა არ იყოს გამიჭირდა. არაფერია. ტყეშიც ეგრე გამიჭირდა და მე ყველაფერი ავითვისე. ტყეში ყოფნა უყვარს. 2006 წელს შეიარაღებული ამბოხება რატომ მოაწყვეო და ეს უპასუხა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს სჭირდებოდა სენსაცია, ამიტომ გამოვაცხადე დამოურჩილებლობა. ნდობის ჯგუფში განიხილებოდა მისი კანდიდატურა და ეს განაცხადა. ნდობაში საერთოდ ადამიანთანაც არ მომწონს შესვლა. არ მაინტერესებს მე შენი სეკრეტები, ხო? არ მინდა მე ნდობის ჯგუფში ყოფნა. ასე რომ მე მაგალითად ირმა ინაშვილს დაუჭერდი მხარს. თუ იქნება საჭიროება ჩემზე სანდო ადამიანს სხვას არ ვიცნობ. ანუ ირმა ინაშვილი თავზე სანდო აიცის. ლარის კურსმა რომ ვარდნა დაიწყო, ეს იდეა მაშინ გააჟღერა. მეგობრებო, მომივიდა ერთი სასარგებლო იდეა. შექმნა ჯგუფი, რომელშიც ერთმანეთში გავცვლით ფულს, ანუ გადავახურდავებთ. კურსი ვიცით და ვისაც დოლარი აქვს და ლარის ყიდვა უნდა ერთმანეთში გავცვალოთ. მაგალითად, შენ გაქვს 1000 დოლარი და გჭირდება ლარი. ბაზარზე ლარი 2.40 იღირს. დოლარი კი 2.55-ია, კარგ დროს იყო. მე კი დოლარი მჭირდება. ავდგეთ და ერთმანეთს გაუცვალოთ კურსის მიხედვით, სახლიდან გაუსვლელად. ხო მაგარია? ამ ინიციატივაში ემზარმა ფაქტობრივად ბიტკოინის კონცეფცია მოიფიქრა. უბრალოდ 8 წლით გვიან და კომპიუტერების გარეშე. შემდეგ კოტირებაზე დადგა საკითხი და ემზარმაც განაცხადა. საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანი დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება. ბავშვებს ვინ გაზრდის? აღელვებს ეს საკითხი ამ კაც ბავშვებს ვინ გაზრდის? და ბოლოს მდუმარე ლაივის გაშვების შემდეგ ემზარმა რატომღაც ასეთი საზოგადოებრივი შეფასება დადო. ჩემმა პარლამენტში წარდგენილმა ინიციატივებმა გააგიჟა ქართველთა მტრები. თითოეული მოღლიცინე შეისწავლეთ ან მიყევით მათ და სუსის გავლით სოროსთან მოხვდებით. შუაშია სუსი. სოროს კიდე ხო, აი. სუს. ხშირად მეკითხებიან ქუჩაში, გვეშველება რამე? ამაზე მოკლე პასუხი მაქვს. არაფერი. ეს ყველაფერი იყო ემზარკვიციანის მიერ ნათქვამი, არა გამოგონილი, არა შეცვლილი ციტატები, არამედ ნათქვამი. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ ჩვენი გვერდი. თუ არ მოგეწონათ, მაინც დაალაიქეთ თქვენი რამე.